შევხედოთ საერთაშორისო ეს მიმდინარე საომარი მოქმედებები გამოწვევა არის უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკული ბაზრებისთვის. ხედავთ თქვენ პანიკა არის დღეს ევროპაში უკვე ფასებთან დაკავშირებით, ხედავთ რომ ზოგადად ეს რა თქმა უნდა არა მხოლოდ ევროპას ეს ყველა შეეხება და შეეხება საქართველოსაც თურქიის კონფლიქტი ასე გაგრძელდა. მეორე ეს ეხება სატრანსპორტო დერეფნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად საქართველოს საჰაერო დერეფანი კიდევ ერთხელ დავინახეთ რა არის მშვიდობის უპირატესობა, რომ მთელი ტრანსპორტი საფრენა გადმორთული იყო ამ კორიდორზე, თუმცა ზოგადი რისკები რა თქმა უნდა არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ყველა სადაო საკითხი დიპლომატიურ კალაპოტში და ასე გადაწყდეს ყველა საკითხი ვინაიდან ომს და განსაკუთრებით ამ რეგიონში აქვს ყველანაირი პოტენციალი რომ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ფართო რეგიონულ ომში თუ არა უფრო მეტში. რასაც ჩვენ თავაზობთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციას ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორი, ისეთი როგორც ქართველებმა ვიცით. ეს არაერთხელ ვაჩვენეთ ჩვენ ამერიკელებს რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის რომ ფურცელზე რა იყო, ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ის. ეს შეგვიძლია ჩვენ როგორც კიდევ ერთხელ ვთქვათ უფრო მცირე ქვეყანას ზომით თუ ეკონომიკით, ჩვენი საქმით ვაჩვენეთ. ეს ვაჩვენეთ ყველგან სადაც კი შეგვეძლო ჩვენ ამერიკელების გვერდში ვიდექით ის, სადაც მათი ერთგული პარტნიორები ნატოდან მაგალითად გაეცალნენ. ასე რომ ჩვენ ამ ქართულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ იმ მხრივ რომ იყოს პარტნიორობა რომელიც არის ცხადად ორიენტირებული ორივე ერის ინტერესებზე და ეს არის რაც ჩვენ გვაძლევს იმედს იმ პოლიტიკაში რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, მარკო რუბიოს განცხადება მათ შორის რომ ისინი აღიარებენ სხვა ქვეყნების, სხვა ერების ინტერესებს და ისინი სხვა ერების ინტერესების აღიარებით აწარმოებენ მათთან აბყარებენ მათთან კავშირს. თეთრსახში არის ახალი ადმინისტრაცია, თუმცა ის ძალები, რომელიც სინამდვილეში იდგნენ ბაიდენის ავტოკალმის უკან და კარნახობდნენ მას გადაწყვეტილებს, ისინი არსად არ წასულან. მათი ინტერესები არსად არ წასულა, ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ სწორედ ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდეს უპირველეს ყოვლისა ამერიკელი და ქართული ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით ურთიერთობის აღდგენა. აი საიდანაც არ უნდა შევხედოთ მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზემოდან, ქვემოდან, ევროპიდან, აზიის, საიდანაც არ უნდა შევხედოთ, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიას. ერთი. მეორე ეს არის თავდასხმა არა სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომ რაღაცა პროცესია, იქ სასამართლოა, ნიდავა, მტკიცებულები წარადგინა, აბსოლუტური თვითნებობით, პოლიტიკური ინსტრუმენტით, რომელთაც აქციებს დღესდღეობით ეს ეგრეთ წოდებული სანქციები და ფაქტობრივად მიზანი იყო მათი დახურვა და თან ამას იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, რომელსაც არც სასამართლოში გაასაჩირო, ვერც რაიმე განხილვარი, ვინმე მოусმინა, რა ფაქტს ეყრდნობოდა, კაცი შუმა დღემდე ვერ გაიგო. ელჩი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთის სახელმწიფო თავს ვალდებულებადაც კი არ თulis. ფაქტობრივად აუქმებს მედიას, სურს ეს მიზანი აქვს რომ მოკლას მედია და თავს ვალდებულებადაც კი არ თulis, მტკიცებულება წარმოადგენს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი ფაქტი ერთი ფაქტიც არ აქვს, არც ბრიუსელს, არც ლონდონს, არც დედაქალაქს, რომ სანქციის რაიმე დარღვევა მოხდა. და მეორე, აღმოვაჩინეთ ამ საუბრებში, რომ პრობლემა თურმე იმაში კი არის, რაიმე სანქციების გვერდის ალახო. პრობლემა ზოგადად იმაში არის, რომ ჩვენთან შეიძლება რუსეთთან შემოდის საწვავი, რაც აკრძალული არ არის, თუ არა აკრძალონ, ვინუშ. აკრძალონ. შემოდის ეს და უნდათ რომ ჩვენი ხელით აკრძალონ, ეს თვითონ კი არ გააკეთონ, ჩვენი ხელით და რატომაც ეს ჩვენი ვეუბნებით, თქვენ გააკეთეთ, ჩვენ აღვასრულებთ. არა, თქვენ გააკეთეთ, თქვენ უთხარით რუსეთს, რომ კრძალავთ ეხლა თქვენგან შემოტანას ნავთობის, რომ მე რუსეთმა თქვას, აჰა, ნავთობი არ შეგავთ, მაშინ მე ვგზავნავ ჩემთან ღვინის შემოტანას და თქვენი გლეხები ამ შემოდგომას დადგნენ და იმ ყურძენს საწაიღებენ და რაში დაწურავენ, თვითონ იზრუნონ. აი ეს არის სინამდვილეში ამის უკან იკითხება სურვილი, რომ შეგვიყვანონ პირდაპირ ესკალაციაში რუსეთთან და შეგვიყვანონ საბოლოო ჯამში ომში რუსეთთან. საკითხი არის არა იმაში, რომ არაღიარება კი არ ისჯება. ისჯება მაგალითად კანონის მასობრივ დარღვევისკენ მოწოდება. არ უნდა ისჯებოდეს, უნდა ისჯებოდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, ანუ კონსტიტუციური ორგანოებისთვის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება. ალტერნატიული ხელისუფლებების შექმნა, დარბაზების და პარლამენტების. ანუ ეს ხომ ყველაფერი არის ექსტრემიზმი თავისი არსით. ამაზე ხომ თანხმდება. ეს არანაირად არ ეხება ვიღაცების ექსტრემალურ ქმედებებს, ახლა რომ დაირქვას რომ მე ვარ მეფე და პრეზიდენტი ასე შემდეგ, ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ეს ეხება, როდესაც ეს არის მასობრივი ხასიათის
მსგავსი ქმედებები მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, კანონების არ შესრულებისკენ მასობრივად, რომელიც მიმართული არის რომ კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმური წარმოჩენა იყოს და ამავე დროს პლუს კიდე ამას დამატებული ეს უნდა აზიანებდეს საქართველოს ინტერესებს. უპირველეს რაც ნახეთ მართლაც სიმბოლურია რომ სისხლიანი 9 წლის შემქმნელები და მხარდამჭერები კვლავ ერთად შეიყარნენ ისე 9 სუბიექტის სახით. და სიმბოლურია მათთვისაც და სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, ხედავთ ახლა ესე მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, რომელიც როგორც ადრე ხან ერთ სახურავზე შეიკრიბებოდა ხან გამოქვაბულში, ახლა ესე ვირტუალურად თუ არა ვირტუალურად კვლავ შეიკრიბება. მიხეილ სააკაშვილი როგორც ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მისი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, მისი გენპროკურორი, მისი მინისტრის მოადგილეები, მისი იდეოლოგიური მხარდამჭერები და ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც მის ყველა ნაბიჯს ამართლებდნენ, მათ შორის 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებსაც. ეს ხელოვნური დაშლები და ასე ნაწილებად დაშლება, რასაც ცდილობდნენ წარმოეჩინათ, ამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს და ნაცები ისევ გაერთიანდა. მათი პოლიტიკური კრედო გაცხადებული აქვს უკვე და ეს დაწერეს კიდევაც ამას ვეღარ ამოშლიან. დოკუმენტურად აქვს დაწერილი, რომ ისინი დემოკრატიას არ აღიარებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაძლევს დამატებით ნიადაგს საფიქრებლად თუ რასთან გვაქვს საქმე. 2022 წელს გონჩარენკოს მოწოდებას რომ ტანკებით შევარდნილიყავით ცხინვალში და სოხუმში 7000 ქართველი ემხრობოდა, იწონებდა, აკომენტარებდა. ამ 7000 ადამიანი მზად იყო რომ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცეულიყო და მაშინ ეს 7000 ადამიანი მოვიდა კიდეც პარლამენტის შემოეცდა. განაცხადა, ასე რომ ეს 7000 ადამიანი ისე ვიქარი არსად არ წასულა. კომისია ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, ეს ყველაფერი საჯარო არის, მოქალაქეები ძალიან ინტენსიურად არიან, ინტერესით არიან ჩართულები, იმით ხედავენ კიდევ ერთხელ ჩვენ თვალწინ ხდება ყველაფერი, არაფერი არის დაფარული. ჩვენ მოქალაქეები ზუსტად იმ ინფორმაციას იღებენ, რასაც თითოეული დეპუტატი და მთავრობის წევრი ზუსტად ყველა ხვდებით და შეგვიძლია გავშიფროთ უკვე ასე ვთქვათ, გახდა ყველა ამის სპეციალისტი გავხდით ამის, როგორ წარმოიქმნა ფასი, საზღვრიდან დახლამდე რა პროცესები არის, ვინ რას ამატებს, რატომ ამატებს, თვითონ ამ დარგში მოქმედ სხვადასხვა სუბიექტები საუბრობენ თუ რა შეფერხებები აქვს სხვა სუბიექტისგან, დისტრიბუტორს რა პრეტენზია აქვს მაღაზიასთან, მაღაზიას უწოდებასთან და ასე შემდეგ. ხედავთ საბოლოოდ ობიექტურ დასკვნას გამოვიტანთ საზოგადოებასთან ერთად.